ვერთმა დაგასულ გაგაძლევთ, ფარავდეთ უფლის ცხოველსყოფილი ჯვარი, გამთლიანებდეთ, გაძლიერებდეთ, იმიტომ რომ ჯვარი არის ჩვენი ცხოვრების გასაღები, იგი არის ჩვენი მკურნალი, ჩვენი ასე ვთქვათ, ცხოვრების კომპასი, როგორც ვთქვათ, ხეშად ვთქვათ, იგი არის ჩვენი აზრი ცხოვრებისა. ამიტომ ქვია ცხოვრების აზრს სხვანაირად კიდევ ჯვარდპირთველობა. აი ჯვარდპირთველობა ეს არის საკუთარი თავის უარყოფა, შენი ჯვარის აღება, საკუთარი ჯვარის აღება და ღვთის ნებისადმი მიყოლა. ხო უარყავ თავისთვისი, აიღე ჯვარი შენ და შევამიდეგინ მე. აი ეს არის ჯვარდპირთველობის მოკლედ ღვთის ნებით ასეთ ნათქვამი, სახარებისეული გამონათქვამი. უარყავ თავის შენ, რომ გააფართოვო შენი სულიერობა, უარყო შენი ეგოცენტრიზმი, მაგრამ შენი მე განაღმრთოს ღმერთმა მისცეს საშუალება, რომ ღმერთმა თავისი მადლით შენი სული სამშველდე სხეული განაღმრთოს, მადლი მიიღოს ადამიანმა და ხილული და განსაკუთრებით უხილავი მტრებით დათრგუნოს. ყველაფერი ცუდი რაც შემოდის ჩვენი არასწორი არჩევანისაგან შემოდის, იმითი რომ ჩვენ არ ვიმდაბლებთ ჩვენ თავს, არ უარყოფთ ჩვენს ეგოცენტრიზმს და არ მიუყვებით ღვთისნებას, არ მიუყვებით. ზოგჯერ მიუყვებით, ზოგჯერ მაინც ვიცით რომ არ მიუყვებით, მაგრამ ცოდვაც ეს არის, ღვთისნების არ არჩევა, არასწორი არჩევა. ალტერნატივები ძალიან ბევრია, მაგრამ ღვთისნება ერთია და უნიკალური. აი იმას უნდა მიიღო. ამიტომ მარჯვენისა და მარცხენის გარჩევა, მართლისა და მტკვარის გარჩევა, მოყვარესა და მტრის გარჩევა, სიცოცხლის გზისა და სიკვდილის გზის გარჩევა, ერთგუნისა და მოღალატის გარჩევა, სიკეთისა და ბოროტების გარჩევა და ასე შემდეგ. ეს ბინერები, ესე ვთქვათ, პოლუსები უნდა სწორად იქნეს ნეიტრალიზირებული, უნდა სწორად და მართლად უნდა იქნეს ისინი გადაწყვეტი. მათი ერთმანეთში არევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და არავის შემთხვევაში ერთმანეთში ძალიან ცუდი და ზოგჯერ სულიერადაც და ხორციელადაც ფატალური შედეგები მოაქვს და კატასტროფულ ენტროპიასა და კატასტროფულ დესტრუქციას იწვევს ადამიანის ცხოვრებაში. ეს რომ არ მოხდეს, სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს. წინასწარ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი არ აკეთებს მართალ არჩევას, მისი სული სამშველდე და სხეული გარკვეულ ბზარს იღებს. საიდანაც სხვადასხვა უხილავი ბრძოლები, დამსჯელი სულები, რომლებიც ღვთის დაშვებით პედაგოგიურ განწმენდას უვლენენ მას, განსაცდელების სახით შედიან მასში. ამას ქვია მცირედი შეპყრობილება არის, მარიონეტიზაცია როცა ხდება, ადამიანის დიდი შეპყრობილება, როცა სრულიად უკვე შეპყრობილი კი არა, უკვე ეშმაკეულია, ეს უკვე სხვა, მაგრამ შეპყრობილება მცირე ფორმით და ნაწილობრივი, ესე ხდება ხოლმე ნაწილობრივი, ესე ვთქვათ, ფსიქიური შედეგების, შეტევების შედეგად განხორციელებული, ან ენვოლკირების შედეგად განხორციელებული სხვა ოკულტური ქმედებებისა და უხილავი მტრების მიერ ადამიანის სისუსტეზე დაფუძნებული მისი წაქცევის მცდელობის შემთხვევები. ესეთების ხდება. ეს ქიმერები, გახსოვთ მითოლოგიაში ხომ ჯერ კიდევ ქიმერები, ესეთი ფანტასტიკური არსებები, მაგრამ აქ ამ სიმბოლიკაში უამრავი რეალური, ამის უკან უამრავი რეალური ძალების სიმბოლიზაცია და კონტურები იმალება. ქიმერები გახსოვთ, რომელთაც ჯერ კიდევ მითოლოგიაში ახსენებენ, კუდი გველისა აქვთ, ტანი თხის, თავი კი ლომის. აქ დიდი სიმბოლიკაა ჩადებული. გველი, თხა და ლომი. რას განასახიერებს? ეს მე ნახეთ სიმბოლოთა ენციკლოპედიაში ეს დიდი თემა ხარ. მაგრამ ეს ხეცური ასპექტი, რომელიც ჩადებული არის ამ ქიმერებში, რომელიც ადამიანს ყველა მიმართულებიდან უტევს, თუ არ იქნა დაძლეული და ლაბირინთში არ იქნა ეს მოქცეული და დაკეტილი ჯვრის სახით, როგორც მინოთავრი დაკეტა, ხო გახსოვთ, როცა ეს მინოთავრი დაკეტა ლაბირინთში, დაკეტილი იყო, ჩაკეტილი ვერ გამოდიოდა, ეს ხაფანგია. ასე ვთქვათ, ხო, სადაც ერთი და იგივე წრეზე, მოჯადოებულ წრეზე დადის ეს მინოთავრი, ეს ხეცური, აი აქ უნდა ჩაკეტო, ეგ რომ არ გამოვიდეს ეს ხეცური ბუნება. წინა შემთხვევაში ადამიანში იმხელა ხეცია ჩადებული, რომ ის თუ გამოანთავისუფლე, მაშინ მას ძალიან გაუჭირდება, სანამ დაუბრუნდება თავის ანგელოზებრივ მდგომარეობას, რომელიც ასევე მისთვის მოწოდებულია და მისი ანგელოზებრივი საუკეთესო, ასე ვთქვათ, ვერსია ადამიანისა ამ ცხოვრებაში უკეთესადებულია და იწვრიტება და ხედავს ფარველი ანგელოზი ამ ვერსიას მისი განვითარებისა და ცდილობს, რომ მიამსგავსოს და უბიზგოს და მისკენ გაიყვანოს და წაიყვანოს ადამიანი, არ აძალებს, მაგრამ გადახდეს, უბიზგებს, მოუწოდებს, მაგრამ ძალადობა არავის არ შეუძლია, არ არის კუთხევა ღვთისაგან ადამიანის სულზე ძალადობისა, როგორც ეს ქრისტემდე იყო.
როცა მასზე დომინირებდა ბოროტისული და ძალადობდა კაცობრიობასა და ცალკეულ ინდივიდებზე და ერებზეც და ასე შემდეგ. მაგრამ ქრისტემ ეს გახსნა და ეს ძალაუფლება დომინირებისა და ფატალური დესპოტიისა, ბოროტების მოხსნა და განანთავისუფლა ადამიანების ცოდვისა, წყევლისა და სიკვდილისა. ამიტომ ეს ასპექტი მხეცური მინოტაურული ასპექტი, რომელიც კენტავრს განასახიერებს, კენტავრულ არსებას, სიმბოლიზირებს ადამიანი მხეცის ფორმას, რომელიც რა ადამიანში არის, თუ არ იქნა დაკეტილი და ჯვარი დაბეჭდილი, საშინელ შინაგან შეჭმასა და თვითვამპირიზაციას უწევს ადამიანს. ესე რომ არ მოხდეს, ამიტომ მეტი ლოცვა მართებს და მეტი მისტიკური ჭვრეტა ჩვენი ჯვარფირდელობისა. ზოგჯერ ადამიანი თავის თავზე ხელს ჩაიქნევს და ფიქრობს, რომ რა ეშველება მას და სასოწარკვეთილებაში ვარდება. მაგრამ სასოწარკვეთილებაც ზოგჯერ ის დაშვებით, თუ შეიძლება სიმბოლურად ესე ითქვას, ის ნაპერწკალი, ის კაჟია, რომელიც ადამიანის სულზე გაკვრით, ისეთ ნაპერწკალს იძლევა, რომ ზოგჯერ სასოწარკვეთილების მისტიკური ასპექტი წარმოიშვება და მასტიმულირებელი ხდება ადამიანის სულიერ განვითარებაში და როცა ადამიანი უკიდურესად ხელს ჩაიქნევს საკუთარ თავზე და მისი თხოვნა შესვენილი იქნება ბოლო მომენტში და ბოლო ჟამში მოულოდნელი სიხარულის სახით, როგორც ხადის გვაქვს, ხო? მოულოდნელი, როცა მზად არის, მიეცემა მას გამოხსნა, ეს ისეთ შინაგან ნაპერწკლას იძლევა და ეს სასოწარკვეთილება ისეთ სულიერ ის სტიმულს აძლევს, რომ ადამიანი სულიერ სხვა მდგომარეობაში გადადის და აბსოლუტურად დიდი სტიმულირებით და დიდი, ასე ვთქვათ, ოპტიმიზმით ახალ ცხოვრებას იწევს. აი ეს არის თავარი. ამიტომ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველთვის ყველა ცოდვისაგან გამოსავალი არის და აუცილებლად ყოველთვის ჩვენი ვიწრო და განუვითარებელი შესაძლებლობების და ცნობიერების გაფართოების შანსი ყოველთვის არის. ის ჯვარი, რომელიც ჩვენი ცხოვნების გასაღებია, მას შეუძლია გახსნას ის კარი, სადაც ჩვენ ვერ შევდივართ და ჭურჭელთან ვიხურებით იმ გასაღებში. როცა გავხსნით, ჩვენ ხედავთ საოცარ უზარმაზარ სივრცეს და მაშინ ვხედავთ ყველაფერს თავის ადგილზე. სად რა არის და როგორ და რა იყო ჩვენთვის თურმე საჭირო და მე ვამბობ, დიდება შენ და ღმერთო, გამიგდო იოანე ოქროპირი ამბობს. მადლობა უფალს ყველაფერსაც, იმიტომ რომ მან ყველაფერი დაინახა რა რისთვის იყო მის ცხოვრებაში. ეს მასშტაბური ხედვა გარკვეული დისტანციის შემდეგ ხდება, მაგრამ ყოველთვის როცა ადამიანი ელოსებს, ხშირად ეზიარება და განეწმინდება, იგი ყოველთვის ყველა ქიმერას, ყველა სულიერ უხორციელ ბოროტებას და ბრძოლას მოიცილებს და წარმატებით გადალახავს, რასაც ყველას გისურვებთ. როცა დიდი სიყვარულით ამბობს.